როგორი ოქროსფერია ეს ხახვი და ნიორიც. გძნობთ სურნელს. ჯერ მეც ვერ გძნობ მართალია. ხედავთ ინგრედიენტებს? კი, მეც ხედავ მართალია. ამ სასწაული ინგრედიენტებისგან მე მინდა დღეს შევქნა ჯადოსნური კერძი, რომელსაც სახელად ერქმევა ჯადოსნური ნეკნები. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. ამ ჯადოსნური კერძის ჯადოსნური დღისთვის დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები. ეს არის ღორის არაჩვეულებრივი ნეკნები, კარაქი, ხახვი, ნიორი, სუნელების მიქსი, დაღერღილ მწარე წიწაკასთან ერთად, მარილი, ტომატი, შავი ღვინო და ჯადოსნური განწყობა. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ტაფას დავდგამთ სამფეხზე და გავახურებთ კარგად, ემრიელად. აუცილებლად დავდებთ კარაქს ხორცისთვის. დაჭრილი მაქვს ცოტა მოზრდილ ნაჭრებად ღორის ნეკნი და მოვათავსებთ ახლა გახურებულ ტაფაზე და ყველა მხარეს უნდა შევბრაწოთ. აი რომ შევბრაწავთ ყველა მხარეს, შემდეგ იწყება ჯადოსნური წუთები. დავდოთ ნელ-ნელა. აი ცეცხლით კარგად გიზგიზებს. ნელ-ნელა მენმა ღორის ნეკნებმაც დაბრაწვა დაიწყეს, ხშირად უნდა ამოვატრიალოთ, რომ ძალიან არ დაგვეწვას. ესე ამ ჯადოსნური კერძის გასაკეთებლად და შესაქმნელად კი იცით რა არის საჭირო კიდევ პირველ რიგში? სერბადრის ჯადოსნური ხელი. და ჯადოსნურმა ხელმა უნდა შექმნას ჯადოსნური კერძი. ეს არის დაუწერელი კანონი სერბადრის შემოქმედების. ცოტა ხანი დავაფაროთ თავი, რომ ჩაიხარშოს თან, ცეცხლიც ოდნავ გამოუღოთ. დაბალი ცეცხლი რო იყოს ისე. აუცილებლად რაც დავჭირდება, ეს არის ზოგადად თეთრი ღვინო შეიძლება, მაგრამ ჩემთვის პირადად ყველაზე მისაღები არის და ყველაზე გემრიელი არის შავი ღვინოს დამატება ღორის ხორცთან. და ცოტა შავი ღვინო მინდა დავამატო. ოჰოჰოჰოჰო! შეგენაცვალე. შავ ღვინოს დავამატებთ. ცოტა დაფნის ფოთოლი დავამატოთ. და დაველოდოთ გემოები სანამ არ გაუჯდება. აი ესე. კარგი იყო. აქვე მინდა დავამატო სულ ცოტა ის სუნელების მიქსი, რაც გვაქვს გაკეთებული და მე იქ ხახვს და ნიორს მოვთუშავ, იმისთვისაც დავიტოვებ და იმასაც გავუკეთებ. თან ცალკე აქაც უნდა გაუჯდეს. ცალკე იქაც. აი. აჰა, ღვინომ თავისი არომატები წამოიღო. შეაწითლა. ღორის ნეკნებიც. ესეც კარგია. დავახუროთ ცოტა ხნით კიდევ თავი და შევუნთოთ ცეცხლს. ამასობაში უნდა დავჭრათ სკლად, ხახვი და ნიორი. აი სქელი ნაჭრები რო იყოს და მე აი ცხიმში რაც იქ დარჩება, ცოტას ჩვენ კიდე დავამატებთ და მოვთუშავთ ხახვს და ნიორს.
აი ჯადოსნურ გარემოში, ესე საველე პირობებში ჯადოსნური კერძი რო იქნება, სხვანაირი გემო აქვს. მოკლედ ცოტა ბლომად გვინდა, ბევრი ხახვი გვინდა და ბევრზე ცოტა ნიორი. ნიორი არ დაგჭირდება იმდენი, მაგრამ მაინც არომატისთვის აუცილებელია. ესე ჯადოსნური ხორცი, ჯადოსნური ნეკნები შიშხინებს. დაბრაწული ხორცი, ხორის ნეკნები გადმოვიღოთ დროებით დაფაზე და თან მე ამ ცხიმში გავთუშოთ აი სხვა დანარჩენი ინგრედიენტები. ოჰო. ბიჭო, რასუნები მოდის. ცოტა კარაქი დავამატოთ, რომ ისევ ცხიმი კონდეს ხავხს და ნიორს. ვაყაროთ და ჩავთუშოთ ცალკე. მარილი მოვაყაროთ, ხორცი აქ სანამ ცხელია ეხლა და მე იქაც ჩავამატოთ ჩვენებურად. სანამ ცხელია, რომ კარგად გაუჯდეს. გადმოატრიალოთ მეორე მხარესაც. ისეთი ამ წითელი წიწაკის სუნი, მწარე სუნი წამოიღო. ჯადოსნურ ინგრედიენტებს აუცილებლად უნდა გავუკეთოთ აქვე ცოტა ტომატი. აი სილამაზესაც შემატებს და გემოს ხო სუპერს მისცემს და ჯადოსნურს მისცემს. აი მოვიდა ჯადოსნური წუთები. იმისი რომ დავამატოთ, თავზე დავადოთ ჩვენ ხახვს და ნიორს. აი ზღორის ნეკნები რაც წეღან მოაპიწყინეთ. ჭირიმეშენი. აჰა. აი ეხლა ის დარჩენილი სუნელების მიქსი. აი ესე მოვაყაროთ თავზე. და სანამ ავხდით, არ მოურიოთ ესე იყოს. ცოტა მარილიც დავამატოთ. ჯადოსნური ნეკნების, ჯადოსნური გასინჯვის წამები დაგვიდგა. გადმოვიღოთ. აი ესე. წითელი წიწაკის და სუნელის არომატი არის საოცრება. ეხლა როგორი ოქროსფერია ეს ხახვი და ნიორიც. აჰა. ბატონებო და ქალბატონებო, თქვენს წინაშია ჯადოსნური ნეკნები. სუპერ გამომდა. ჩემო საყვარელო გამომწერებო, ჩემო საყვარელო მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო, აუცილებლად სცადეთ. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გამოგივათ.
ეს ჯადოსნური კერძი და თავადია ჯადოსნური განწყობა გქონდეთ. ჯადოსნური გარემო გქონდეთ და ყველაფერი ჯადოსნური გამოგივათ აუცილებლად. და ლაიქეთ, გამოიწერეთ და მიყვარხართ.